კაცო, ხალხი ხო არა ყველა გათვითცნობიერებული ამ ყველაფერში. თავისი აზრი რომ გამოეხატა ვინმეს, აი იქ ჩაქოლავდნენ. იქ ჩაკლავდნენ. სულს ამოხდიდნენ. ქართველი ქართველს. ახლაც მახსოვს ხონში რაღაცა ერთი მხარე მეორე მხარეს ხოცავდა ხალხი. გაშუქებულიც იყო რა ასქვია უკრაინის მხარეს არ ახარო და მიტინგები იმართებოდა არა მარტო ხონში და სხვაგან და ხალხი ერთმანეთს ეჩქუბებოდა უკრაინის გულისთვის. მე საერთოდ გვჩვევია ქართულ საზოგადოებას სისხლში გვაქვს რომ ერთმანეთის გამეტება ძალიან მარტივად სულ დავიწყება ყველაფრის. ამიტომ რომ პოლიტიზირებულია, დაავადებულია, დეგრადირებულია ხალხი. მას არის დაავადებული. აი, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლანძღვაგი ნებისმეტი არაფერი არ მემეტება და ჩემი დამოკიდებულება ყველა მიცით, მაგრამ აი რადონის დაავადებული არის საზოგადოება, გუშინ, მე მგონი გუშინ იყო ხო, დაბადების დღე ქონდა. იქ პატარა ბავშვები გამოიყვანეს, იქ რუსთაველზე რეებიც ატარეს და თოთო ბავშვები მიყარეს აი ამ გულისამრევ რაღაცაში. პერფორმანსი თუ რა ჩაატარეს იქ და არ ვიცი თუ სატანისტურ რიტუალებს ატარებდნენ და ბავშვებს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ბევრ რაღაცას იმსახურებს ჩვეულებრივი იგი ქართველიდან, მაგრამ ეს ამაზე არაა საქმე. ეს ხალხი თუ დეგრადირებული და დაავადებულია რა, მინიმუმ შვილს ხო უნდა უფრთხილდებოდეს, მომავალს ხო უნდა უფრთხილდებოდეს, რომ პოლიტიკის გამო არ უნდა წყვეტდეს და ბავშვს არ უნდა უწამლავდეს გონებას. ვიდეო გავცედა სოციალურ ქსელში, დედა აჭმევს შვილს და არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ცეცხლი ოლიგარქიას. დაწყნარდი მაგ გაგცემ პასუხს, ჩემო კარგო, დაწყნარდი, გაგცემ პასუხს. ახლა აი ასეთ დაავადებულ და დეგრადირებულ საზოგადოებას, ხო? მე რაც მოდის, მე უკვირს. თუმცა რა უნდა გაგიკვირდეს, როდესაც პრეზიდენტი მოუწოდებდა ბავშვები გაიყვანეთო და მიტინგზეო ხოცვა-ჟლეტვაში ყავდათო და ახლა ბიძინას დამარხვის თუ რა ვიცი დაწყევლის რიტუალზე თუ ეყოლებოდათ, ხო? მე საერთოდ არ გამიკვირდება იმათ მშობლებს, რომ კითხო იმ დებილებს, რომ კითხო იმ სამშობლოს სიყვარულს აჩვევენ ახლა იმათ. აი ესაა დაავადებული საზოგადოება და დეგრადირებული საზოგადოება. ახლა ეს შორიდან რატო დავიწყე ეს ყველაფერი? იმიტომ რომ აინთოს ახლა ზოგიერთმა დებილმა ცოტა გაახილოს თვალები. აი გონებით ბრმამ გაახილოს თვალები. გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი, გამოაცხადა პირდაპირ. უკრაინას არ უნდა დაეწყო ეს ომი. მაგრამ რაშია ხალხო საქმე? მართლა კგბ-ს აგენტი არის? მე ცოტა იქ გაღრმავებულად წავიდა საუბარი. და პირდაპირ ასე თქვა, საოცრება არისო. საშუალო დონის კლოუნმა, მსახიობმაო 350 მილიარდიო გამოგძვალაო და ამერიკის ჩართვა უნდა და ომში და ჩაგვითრია ამ ომში. ანუ ამერიკა გამოიყვანა მსხვერპლად. და ამ 350 მილიარდის ამბავიო, რომელიც რო გითხო, რო არ იცისო, სად წავიდაო, ან დაადასტუროს, ან უკან დააბრუნოსო. ეს კიდე იმ დებილებისთვის, დებილებიც ამბობენ იმას, რომ თურმე ამერიკა დემოკრატიისთვის, იდეისთვის და სიკეთისთვის იძლევა ამ ფულებს. აი გაცემ ახლა პასუხს მოიწერწოთი ზელენსკი თუ ხო და ეს ცალკე. ეს კიდე ცალკე. დიქტატორი ზელენსკიო მოუფრთხილდეს დროზე აზრზე მოვიდესო თუ არა, საერთოდ დაკარგავს მის ქვეყანასო. და ზელენსკი თუ დიქტატორიაო, მაშინო პუტინი რა გამოდისო. კაცო, პუტინი ვინც არის, ის არის. ამერიკისთვის ჯერ ერთი დიქტატორებთან მეგობრობა და დიქტატორებთან ძმაკაცობა, აი შენ გეუბნები.